ჩვენი პარტნიორია Medical Park-ის კლინიკების ქსელი, 26 მულტიპროფილური კლინიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ძვირფასო ექიმებო, ძვირფასო მაყურებლებო, საინტერესო თემა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა დროს თქვენ თვითონაც საკუთარი თვალით შენიშნოთ თქვენს თავს, უბრალოდ ენას. მოკლედ, ენაზე თეთრი ნადები. ძალიან საინტერესო, რა მიზეზი შეიძლება უსწრებდეს წინ სწორედ აი ამ გამოხატულებას, ენაზე თეთრ ფენას. თუ სარკეში ჩაიხედეთ, დილიდან საღამოზე და გამოყავით და შეამჩნიეთ თეთრი ნადები, ეს გარკვეულ დარღვევებზე შეიძლება მიუთითებდეს. იცით რა მინდა გამარჯვენოთ? ნადები და ოდნავ რაღაცა ფერდაკარგული ენა, სხვადასხვა, ხო, აი ნადები არ გამოგეპარება, ხო, შეფასება ნადების. კი, არ გამოგეპარება. ანუ დავუშვათ მოფხეკვით იმაშვება, ხო, შორდება. ეს არის ნადები. შეიძლება უშვეულო თეთრმა ფერმა და ნადებმა ძალიან შეგვაშინოს, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც წესი, ეს მიზეზი ადვილად მოსაგვარებელია. ძალიან მომწონს ესეთი დასაწყისი. ესე იგი ძალიან ხშირად ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, ანუ პირის ჰიგიენის დაცვით. ანუ კბილების ამას კი მოიშორებ. ორჯერ გახეხვით და ასე შემდეგ, მაგრამ თუ დარჩა მაინც, ხო? აი მაგ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ექიმის დახმარებას დაგვჭირდეს. ეს თეთრი ან ყვითელი ნადები შეიძლება გაჩნდეს მთლიან ენაზე, ხო? თიკა, ან ენის გარკვეულ ნაწილზე. რამეს სხვაობას გვეუბნება ეს დავუშვათ სად არის განაცხადი? ხო, ნუ როგორც წესია თეთრ ენას შეიძლება ახდეს ასევე სხვა სიმპტომებიც. მოდით გითხარით იმ მიზეზების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თეთრი ენა ან ყვითელი ნადები. პირველი ენაზე რჩება საკვების ნარჩენები, ბაქტერია და მკვდარი უჯრედები. არ გვინდა. ამან შეიძლება სწორედ შექმნას ეს თეთრი ნადები. ეს რომ გავიღვიძეთ მაშინ, თუ აი უცებ ჭამის შემდეგ შეიძლება? ნუ არა, უცებ ესე არა, როგორც წესი დილით გაღვიძებისას, იმიტომ რომ ღამის განმავლობაში ძალიან კარგი ატმოსფერო იქნება ბაქტერიების გამრავლებისთვის და შესაბამისად თუ პირის ჰიგიენა არ მოხდა კორექტულად, შეიძლება ამან ყველაფერმა გამოიწვიოს ესეთი ნადები. მაგრამ თვითონაც შეწუხებულები არიან ბაქტერიები, იმდენად ცუდი გარემოა ეთყობა. გადასარევი გარემო აქვს პირის ღრუში ბაქტერიებს. მეორე რაც შეიძლება იყოს, ან საკმაოდ ხშირი არის, ეს არის აი ესეთი აჭრელებული, ყველას გვინახავს რა, ამას ქვია გეოგრაფიული ენა, რომელიც არ საჭიროებს არანაირ მკურნალობას და ნუ ეს რაღაც ვთქვათ ანატომიური პიგმენტური თავისებურება არის. მაგრამ ეს სულ იყო. ეს სულ იყო. ხო, უბრალოდ ანუ განსხვავება რომ ესეთი ენა უფრო მგრძნობიარე და ტკივილის მიმართ ანუ უფრო მტკივნეული არის. მესამე ეთიკა ანტიბიოტიკების ფონზე ყველას შეუმჩნევია ალბათ რომ შეიძლება ენაზე გაჩნდეს მართლაც ეს თეთრი ნადები, ანტიბიოტიკები ეს ვთქვათ ებრძვიან ბაქტერიებს, მაგრამ ამ დროს ვთქვათ სასიამოვნო გარემო იქნება სოკოებისთვის და შეიძლება სოკოვანი ნადები იყოს. და ამას რა შველის? მედიკამენტის ჩახსნა. მედიკამენტის დასრულებასთან ერთად სრულდება. ხო, და ლევან შევახსენე ანუ სოკოების გამრავლება, ან მეოთხე შემთხვევა ნამდვილად ეს გვაქვს, ეს არის პირის ღრუს კანდიდოზი. ანუ არე იქნება ეს არა? სოკოს განვითარება, რაც ხო, კი, მტკივნეული არის, ასევე უჭირთ ესეთ ადამიანებს ყლაპვა. ხო, არის წვის შეგრძნება და ასევე გამონაყარი რაღაც ბუშტუკების სახით და ნუ ეს ინფექციური პროცესი არის, ხო? ანუ სოკოთი გამოწვეული და როგორც სხვა სოკოვანი დაავადებები, საკმაოდ რთული სამკურნალო არის, ანუ ხანგრძლივ მკურნალობას მოიწვევს და ანუ სოკოსაწინააღმდეგო პრეპარატებით მიდის ამ დაავადების მკურნალობა. ხო, მაგრამ ეს შეიძლება ხო ანტიბიოტიკების გარდა ანუ გამოიწვიოს ანუ არასწორმა კვებამ, ანუ აი შაქრის შემცველი საკვების დიდი რაოდენობით მიღებამ, ასევე დაუშვათ ამოღება საკვები რაციონიდან, დაუშვათ ხილის, ბოსტნეულის, ასევე დიაბეტის დროს, ასევე იმუნოსუპრესიის დროს, ასევე სტრესის დროს, აი ამ ყველაფერმა, რაც იმუნოსუპრესიას გააკეთებს ჩვენ ორგანიზმში და ანუ სოკოს ესე ვთქვათ წინა პლანზე წამოწევს, ყველა ამ ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს ეს პათოლოგია. და მეხუთე მიზეზია ხო? ნუ წეღან ახსენე შე რაღაც თეთრი ენაო, თიკა როგორც წესი, თუ ენის ზედაპირი თეთრი ჩანს, არ არის გამორიცხული რომ ორგანიზმს აკლდეს წყალი და აი გაუწყლოვანების გამო კონდეს ადამიანს ესეთი ფერის ენა. და აი ამ დროს ერთადერთი არის ის რომ საკმარისი რაოდენობით წყალი მიიღოს ადამიანმა იმისთვის რომ ვთქვათ მოგვარდეს ეს პრობლემა. კი ბატონო. აი, შემდეგი ეს არის ანუ დაავადება, რომელსაც ქვია ლეიკოპლაკია.
ანუ plaque ნიშნავს აი ესეთ გასქელებულ აი ესეთ ნადებს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ენაზე, ასევე ლოყის შიდა მხარეს ლორწოვანზე. მათი მოშორება შესაძლებელია ანუ მექანიკური მოფწიწკნით? არა, ზეწოლით, ანუ არ ჭირდება ფიზიკური ძალა, თუმცა ეს ანუ ამ ლეიკოპლაკიას ამწვავებს ალკოჰოლის და თამბაქოს ანუ მოხმარება და ჭარბი რაოდენობით მოხმარება და ესეთ შემთხვევაში უკვე სპეციალისტ ექიმს უნდა მიმართოს პაციენტი, იმიტომ რომ ეს სამკურნალოა. ვეძებ. არა. ზოგჯერ ხო არის რომ რაღაცა ეს ლოყის შიდა მხარე რაღაცას ტრავმას რომ შეიცვლის სტრუქტურას და რაღაცა ხაოიარი თუ რაღაცნაირი ხდება. ეკბილით დაზიანების დროს და მე ხო, ენა რო გაგიბრის, ხო? თიკა შემდეგი არის ბრტყელი ლიქენი. ეს არის ქრონიკული დაავადება და ამ დროს ზიანდება ლორწოვანი გარსის ზედაპირი. ეს ტომატიტი არ არის უკაცრავად? ამას ბრტყელი ლიქენი ქვია. ხო, აი რა სხვაობაა? ესე რომ შეხედე, უცებ ტომატიტივით. გავს. და უკაცრავად ლიქენი რომელია ტურცზე რო აქვს თუ ღრმულში რო აქვს შიგნით ნახე? აი შიგნით რო აქვს ის რა არის? აქაც არის. ხო, მანდაც რაღაცა. და ლიქენს როგორი მკურნალობა უნდა? ყოველთვის ჯობია რომ სპეციალისტ მიმართოს პაციენტმა. სპეციალისტი ვინ არის? სტომატოლოგი თუ ვინ პირი? სტომატოლოგი. ბოლო მერვე ეს არის ანუ მექანიკურად ანუ კბილით ან ბრეკეტით დაზიანება, აი წაღარას თქვია ლოყის ენის რაც გამოიწვევს მიკროტრავმას, ანთებას და ნუ ეს ერთ-ერთი მიზეზი იყოს ესე რომ ვთქვათ რა. და ამას თეთრ ენასთან ნადებთან აქვს კავშირში, ანუ ლოყაზე აღმოჩნდება ამ შემთხვევაში ნადები, ხო? ლოყის შიგით ამ ხო. და ენაზეც ანუ თუ აწვალოს რა, ნუ გაჩნიას. ხო, მაგრამ მიზეზი იცი? მიზეზი იცი მექანიკა. ამიტომ არ ნერვიულობ ისე ძალიან, მაგრამ წინა ფოტოები რაც ვნახეთ, საკმაოდ ისეთია, რომ შეუცებ ძალიან დაპანიკიტებ, პატარა უბანი, გათეთრებული ნადებით. კი, თიკა და ზოგადად აი თუ კარგად იცავს ადამიანი პირის ჰიგიენას, მაგრამ ის თეთრი ნადები არ ქრება, უმჯობესია რომ აუცილებლად მიმართოს სპეციალისტს და ასე თქვა გაარკვიოს რა ჭირს, იმიტომ რომ შეიძლება კონდეს რაიმე გამოწვევი მიზეზი, რაც მარტივად მორჩება სპეციალისტის დახმარებით. კაეთილი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი, რადგანაც მახსენდება ერთ-ერთი მიდგომა, ძველებური ან ადრინდელი, რომელიც ენის, ესე ვთქვათ, ფერით, მისი მდგომარეობით ზოგად ჯანმრთელობას, ესე ვთქვათ, პასუხობდა და ეხმიანებოდა და ადრე ექიმები ათვალიერებდნენ ხოლმე პაციენტის ენას. აბა ენა გამოყავი, რომ ეჭვი რაზე შეიძლება მიეტანათ. ამ შემთხვევაში ჩვენ გავიხილეთ სხვადასხვა ვერსიები, რომელზეც უკვე თვითონ შეგიძლიათ ეჭვი მიიტანოთ, რადგან ჩვენ გაშეძენილი ინფორმაცია მოგცემთ ამის საშუალებას და შემდეგ თუ კი ჩათვლით საჭიროდ, რა თქმა უნდა, ექიმიც დაიხმაროთ. მანამდე კი უნდა გვიყუროთ ჩვენ ნამდვილი ექიმების გადაცემას, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გზამკვლევი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის სხვადასხვა დაავადებებთან თუ უბრალოდ ცხოვრების ჯანსაღწესთან მიმართებაში. დღეს დავასრულეთ. ძალიან დიდი მადლობა მორიკის საინტერესო სასარგებლო რჩევებისთვის და რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებლებს ბემშვიდობები რამდენიმე დღით, შაბათი ისევ ნამდვილი ექიმების დღე, ასე რომ შაბათი.